ნახევარქათამა. ერთი ნახევარქათამა და მელია დაძმობილდნენ. დაადგნენ გზას. გზაში მელიამ ნახევარქათამა გააბრაზა. ნახევარქათამამ უთხრა, გაჩერდი მელიავ, თორემ ჩაკლაპავო. მელიამ გაიცინა, აბა ჩამკლაპეო. გაახო პირი ნახევარქათამამ და მართლაც გადაყლაპა მელია. განაგრძო გზა, წინ მგელი შემოეყარა. დავძმობილდეთ, უთხრა მგელს. დაძმობილდნენ. მიდიან და მილაპარაკობენ. მგელმა გააბრაზა ნახევარქათამა. მგელო, გაჩერდი, თორემ ჩაკლაპავო. ჩამკლაპეო, უთხრა მგელმა. გაახო, ნახევარქათამამ პირი და მგელი მელიასთან ჩააბრძანა. მიდის ნახევარქათამა. გზაზე ახლა დათვი შემოეყარა. დათვო, ჩაკლაპო, კითხა ნახევარქათამამ. დათვს გაეცინა და თავისთვის რაღაცა ჩაიბუზღუნა. ნახევარქათამამ გააღო პირი და დათვიც გადაყლაპა. იარა ნახევარქათამამ და ერთ ზღვას მიადგა. დაღონდა, რა ვქნა, როგორ გადავიდეო, იფიქრა და თქვა, მოდი ამასაც კლუბს ვუზამო. დააღო პირი და გადაყლაპა ის ზღვაც და მშრალად გავიდა გაღმა. ცოტა რომ გაიარა, ხედავს ერთი გლეხი მოდის გაჯავრებული. რამ გაგაჯავრა, კეთილო კაცო, კითხა ნახევარქათამა. რამ გამაჯავრა, ერთი ავი ხელმწიფე ყავს, არაფერს არ გვიტოვებს, აი ახლაც ჩემი შვილების მარჩენალი ძროხა წამართვა. მე გიშველიო, უთხრა ნახევარქათამამ და გასწია ხელმწიფისაკენ. შევიდა ეზოში, იქ ერთ ქვას ამოეფარა და დაიძახა. დიდებულო ხელმწიფევ! გამოვიდა ხელმწიფე აივანზე, მიიხედა არავინ არის, ისევ შებრუნდა. დიდებულო ხელმწიფევ! ისევ მორთო ყვირილი ნახევარქათამამ. გამოვიდა ხელმწიფე, ეზო მოიარა და ქვის უკან ამოფარებული იპოვა ნახევარქათამა. წაიყვანა შინ, მისცა კარისკაცებს და უთხრა, საქათმეში შეაგდეთო. წაიყვანეს ნახევარქათამა და შეაგდეს საქათმეში. რომ დაღამდა, ამოუშვა ნახევარქათამამ მელია მუცლიდან. მელია მთელი ქათმები დაჭამა და თავის გზაზე წავიდა. შევიდნენ მეორე დღეს კარისკაცები საქათმეში, ნახეს არც ერთი ქათამი აღარ არის. დაიჭირეს ნახევარქათამა და შეაგდეს საბატეში. რომ დაღამდა, ახლა მგელი ამოუშვა ნახევარქათამამ. მგელმა სულ ერთიანად გადასანსლა ბატები და თავის გზაზე წავიდა. შევიდნენ მეორე დღეს კარისკაცები საბატეში, ნახეს ერთი ბატიც კი აღარ არის. დაიჭირეს ნახევარქათამა და ახლა ფარეხში დაამწყდიეს. ეგებ ცხრებმა გაჭყლიტონო. მაგრამ რომ დაღამდა, ნახევარქათამამ მუცლიდან დათვი ამოუშვა. დათვმა დაჭამა ცხრები და თავის გზას გაუდგა. დილით ხელმწიფემ ისევ გაგზავნა კარისკაცები. ნახეთ ერთი მეშმაკმა რა ქნაო. შევიდნენ, ნახეს ცხვარიც აღარ არის, აღარც ერთი. გაჯავდა ხელმწიფე და ბრძანა, დამიკალით, შემიწვით და სადილად მომართვითო. დაუკლეს ნახევარქათამა. შეუწვეს და მიართვეს სადილად. ხელმწიფე გემრიელად შეექცა შემწვარ ნახევარქათამას. მაგრამ ვაი ასეთ ჭამას. ნახევარქათამა მუცელში გაცოცხლდა და ხტურვა და სიმღერა დაიწყო. ხელმწიფე სიმწრის ოფლმა დაასხა. უბრძანა თავის კარისკაცებს, გამკვეთეთო. გაკვეთეს მეფე. ნახევარქათამა ამოხტა და გაიქცა. გამოუდგნენ კარისკაცები მოსაკლავად, მაგრამ ნახევარქათამამ პირიდან ზღვა ამოუშვა და ხელმწიფე და მისი კარისკაცები იმ ზღვაში დაახრჩო. მას მერე იმ ქვეყანაში მეფე აღარ იყო და ხალხი ტკბილად და თავისუფლად ცხოვრობდა.